Haju, hajuški, haju. დილში და საბა როგორ ხართ, როგორ გსამდებით? ეხა მე რა მინდა რომ ვჭამო. ერთი ცალი მილქას ორ ცხობილა. ეს ვაური. და ერთი ცალი აი ეს გამფეტი მიყვარს. მუმუიკა 53 კალორია აქვს ერთ ცალს ამას. აღარ ვუთვლი ყოველ ჯერზე. აჰა, და ყავა. ყავა, კოფი. ესე მეძინება. არა და არ უნდა მეძინებოდეს. გამოფხიზლებული უნდა ვიყო ამ დროისთვის წესით, მაგრამ მე წესით რა მაქვს ხა ეს რომ მეძინება. შაბათია დღეს, ბავშვები ასაწავლიდნენ. სახში ვართ გოგოები ყველა და ერთ-ერთი ბიჭი ოჯახში კაცი დარჩენილია ოტო. გარეთ ახარ? ჯაკეტეს, მოდი. შემოეთრი. ესე. ასე. დილმშვიდობის საყვარელს. Zangavili. These are charm swords, so they're not sharp at all. Up next, on one of them, I'm going to spell the M-I-R, and here's the A. That spells Mira. A couple more things. I'm going to put, they kind of look like pearls. I'm going to put some on both ends. We have this cute little charm. It says K-pop. Let's go ahead. Salami ძვირფასებო. რაზე მინდა რომ გელაპარაკოთ, ეხლა წელი სრულდება და აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს. ვიდეოს გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემ თავთან ყოველ წელს ვაკეთებ ამას. აი როგორი იყო ეს წელი ჩემთვის. წლის შეჯამება, ასე ვთქვათ რა. ანუ აუცილებლად გავაკეთებ წლის შეჯამებას, იმიტომ რომ ჩემ თავთან ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე და შესაბამისად აუცილებლად გავაკეთებ თქვენთანაც, ხო? მაგრამ მინდა რომ ვილაპარაკო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრი ადამიანის და მათ შორის ძალიან ბევრი ქალის გასაჭირი და პრობლემა არის, რაც ძალიან ბევრ ცუდ რაღაცას იწვევს. ანუ ჩვენ ვართ დედები, ვართ ცოლები, მაგრამ პირველ რიგში ვართ ადამიანები. და ძალიან ხშირად რომ ჩვენი ახალგაზრდობა რეალურად გადის იმაშოს დიდ შვილებს, ვალაგებთ სახლს, უკეთებთ სადილს და მართლა იმდენ დროს და ენერგიას მოითხოვს, მით უმეტეს თუ შენ შვილს კიდევ ფსიქოლოგიურადაც სწორად უდგები და ეხმარები. ანუ ეს რეალურად ძალიან დიდ დროს მოითხოვს და შეიძლება ადამიანი მეტი არაფრისთვის არ დარჩეს და ვიღაცამ კიდე შეიძლება თქვას, რომ შენ რა გიჭირს, შენ არ მუშაობ და ამაზე დიდი და ამაზე 24/7-ზე და დასვენების გარეშე მუშაობა არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე ცუდად რო ვიყავი და ის რო ქონდა საქვია ბატონები ყველას და მეც რო დამემართა და საშინელად ცუდად რო ვიყავი, იმ დროსაც კი ვერ ვიწიქი საწოლში, იმიტომ რომ შვებულებას არავინ მოგწევს, ჩემი შვილები იყვნენ მაშინ ცუდად და ყველა ერთად იყო ცუდად, მეც მაშინ ვიყავი ცუდად და ანუ ჩემი ცუდად ყოფნა აღარ გამიგია, იმიტომ რომ ვერ დავწებოდი პროსტა. კორონაზეც ეგრე იყო, ეგრე გქონდა და შესაბამისად, ანუ დედები კოლოსალურ შრომას ვწევთ ხოლმე, მაგრამ ამას მივყავართ ძალიან ხშირად შემოკარგებო და ძვირფასებო იქამდე, რადგან მინდა რომ დაფიქრდეთ. ანუ ნახე, ჩვენ აღარ ვრეალიზდებით, ანუ დედები
იმდენ დროს და ენერგიას ვხარჯავთ აქ, რომ აღარ გვაქვს დრო და ენერგია, რომ ვაკეთოთ ის, რაც არის ჩვენი საყვარელი საქმე. შეიძლება შენ გააქვს პროფესია, მაგრამ ვერ ახერხებ, რომ შენი პროფესიით იმუშაო. ან შეიძლება გააქვს პროფესია და ეგ პროფესია არ გიყვარს და დრო ვერც კი წარმოგიდგენია, რომ შეიძლება მაგალითად დრო გამონახო და ფული და რესურსი, რომ ისწავლო რაღაცა, ხო? რაც შენ გიყვარს. ან შეიძლება სწავლაზეც არა, რაღაცის კეთება არის, სადმე წასვლა. ნებისმიერ რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანიც არის, ყველას რეალიზება შესაძლებლობების არის სხვადასხვა. რეალურად კეთილდღეობა სინამდვილეში არ არის, რომ მილიონერი იყო. კეთილდღეობა არ არის, რომ ყველაფრის ფული გქონდეს. კეთილდღეობა ის არის, რომ შენ რაც შენ შეგიძლია, აი ეს ყველაფერი გადმოიტანო გარეთ. ანუ რისთვისაც ამ ქვეყნად მოსული ხარ, შენი მისია შეასრულო და შენი უნარები გამოავლინო და გამოიყენო. აი ეს ადამიანს აძლევს ძალიან დიდ ბედნიერებას, ძალიან დიდ სიხარულს და ამ დროს ადამიანი მიდის ჯანსაღი გზით. ანუ სადაც აღარ არის თვითგანადგურების გზაზე. ეხლა რა არის ხოლმე ეს თვითგანადგურების გზა? როცა ჩვენ მიუყვებით ჩვენი ცხოვრების გზას, ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია, რისთვისაც ჩვენი ფსიქიკა არის შექმნილი, რისთვისაც ჩვენი გონება და სხეულია შექმნილი, იმას რომ მიუყვებით და ვაკეთებთ. ანუ ამ დროს ჩვენ ვიღებთ დოფამინს. ამ დროს ჩვენ რეალიზდებით და კარგად ვართ. ამ დროს ჩვენ ცხოვრობთ. ეს არის ჯანსაღი და ეს არის ნორმალური. მაგრამ როცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ის დოფამინი, რომელიც აიდანღაც უნდა მივიღოთ. და ეს კი აღარ ხდება სხვებს მოსარგებელი მოუტანო და შენ თავსაც მოსარგებელი მოუტანო იმის ხარჯზე. არამედ ეს ხდება საკუთარი თავის დაზიანების, თვითგანადგურების ხარჯზე. ანუ მაგალითად ძალიან ბევრ დიასახლებს თუ დააკვირდებით, აქვს ჭარბი წონა. რატო? იმიტომ რომ საჭმელი არის რა? დოფამინი. ეს არის სწრაფი დოფამინი. ჭამ, ტვინში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი. იმ წუთას, როცა ჭამ, მერე აღარ. და როცა შენ მთელი დღე სახლში ხარ, ძალიან იღლები. დაღლილობის დროსაც ჭამ, ენერგია გეძლევა და თან დოფამინი გამოიყოფა, აფეთქება ხდება ტვინში. ანუ ვიღაცამ გაწყეინა სიტყვაზე ნათესავმა ახლობელმა, ვერ უთხარი, შეჭამე. იმიტომ რომ საწაიღო არის და დოფამინი გამოიყო. ხო? ანუ ყველა რაც არის დაღლილობიდან დაწყებული, ანუ ფიზიკურიდან დაწყებული, ფსიქოემოციურით დამთავრებული, ყველაფერს უმკლავდები მით რჭა. ეს რას იწვევს? ჭარბწონას. ჭარბწონა რას იწვევს? დეპრესიას. არაფრის სურვილს, არაფერი არ გინდა რომ იყიდო, არაფერი არ გინდა რომ ჩაისვა, არაფერი არ გიხდება. ან მეორე პირიქით, ადამიანი დოფამინს იღებს კონტროლისგან. ტოტალური კონტროლისგან. ან რო აკონტროლოს თავის თავი და თავის კვება და არაფერი არ ჭამოს და საშინელად დაიკლოს, ან ტოტალური კონტროლი რო გქონდეს სხვების მიმართ. სახლი უნდა გქონდეს ისეთ წესრიგში, რომ აი ერთი მწვერი არ უნდა ეკრძოს არსად და ვაი იმის ტყავი და ბრალი თუ ვინმე რამე სადმე არასწორად დადო სახლში ან დააგდო მით უმეტეს, ხო? და რეალურად ესეც იმის ნაწილია. ანუ ამ დროს ადამიანი იღებს დოფამინს ასე უმკლავდება, იმიტომ რომ მისი ფსიქიკა არის კონტროლზე დგას. ანუ რაღაცას უნდა აკონტროლებდეს, რაღაცას უნდა აღწევდეს, რაღაცაში წარმატებული უნდა იყოს, როცა ესენი არ არის. აი ამ გზით აკეთებს. და ესენი არის თვითგანადგურების გზები. და რადგან ახალი წლისწინა პერიოდი არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ჩვენ შევიცვალოთ, ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს ჯადოსნობები. მე ვფიქრობ, რომ სამყარომ ეხლა აი ეს აზრი, ჩემი სიტყვით, იმიტომ მოგაწვდია შენ, დრო არ დაფიქრდე. დრო არ დაფიქრდე იმაზე, ხომ არ აზიანებ შენ თავს, ხომ არ გეხარ თვითგანადგურების გზაზე. და თუ ქალი არის თვითგანადგურების გზაზე, აუცილებლად ის ანადგურებს იმათ, ვინც უყვარს. ქალს შეუძლია ან დაანგრიოს, ან ააშენოს და აყვავოს. ანუ შენ ეს გინდა თუ არ გინდა, ეს მოყვება შენს შინაგან მდგომარეობას. შესაბამისად, შენს კარგად ყოფნას დამოკიდებულია შენი საყვარელი ადამიანების და შენი ოჯახის კარგად ყოფნაც. ამიტომ, ჩემო ძვირფასო ქალებო და გოგოებო, აუცილებლად, რასაც ვაკეთებთ, გეგმა ახალი წლისთვის, ჩვენი სიხარულების პოვნა, დაჯეგი და ჩამოწერე. რაღაცების კეთება, რაც შენ სიხარულს განიჭებს. არ აქვს მნიშვნელობა, მას ფული მოაქვს თუ არ მოაქვს.
რაღაცების კეთება ჩვენს სიამოვნებას განიჭერს. და დღეში 5 წუთი დაუთმე ამას. და მე პირობას გაძლევ, რომ 26 წელი დამთავრდება. შენ მოხვალ ჩემთან ამ არხზე და მეტყვი, რომ ნინი ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ოღონდ პირობა არის ასეთი. დღეიდან. არ ველოდებით 1 იანვარს, დღეიდან. ვწერთ სამ რაღაცას მაინცაც სიხარულს გვანიჭებს და აქედან ერთს მაინც 5 წუთს ყოველ დღე ვუთმობთ. დრო არა მაქვს და ეგეთები არ მიიღება, იმიტომ რომ 5 წუთს დღეში ფეხზე აი ესე ჭერზე ჩამოკიდებული ფეხით გაძლევს ადამიანი. გეუბნებით რაღაცას, რაც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. და არიან ბევრი ადამიანი, რომელიც აი აქ შეუშვებს, აი აქ გაუშვებს. და მის ცხოვრებაში ისევ არაფერი არ შეიცვლება. და ის ერთეულები, ვინც აქ შეუშვებს და გულთან მიიტანს, ტვინთან მიიტანს და გააკეთებს, აი მათი ცხოვრება შეიცვლება. და მე აქ იმიტომ ვარ. ჩემი მისია ის არის, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს. აბა ეხლა დავაგონოთ შენ გაკეთებული ხაჭოს დამცხვარი. თუ რაც არის რა ვიცი. ევასაც უნდა შევთავაზო. ევასაც უნდა შევთავაზო, იქნება შეჭამოს ბანანი. შოკოლადიც იყოს, ბანანიც იყოს და ასორმოცი გრამ. Ой, нахваль здесь такое. Ладно, берем. Вау. Попробуем. შეჭამს. აუ, საყვარელია, просто на. Так же всё чего. აუ, ზღაპარია ხალხო. მოხდება ეს ისეთი თუმა. პატაცემე ყოველ წავდა ხაროს. რაც ვისიამოვნე